მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა გამოწერილად ჩემი არხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღევანდელი გაშლა პირდაპირ გაშლაზე გადავიდეთ, მინდა გავაკეთო რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ურთიერთობაზე, როგორ ფიქრობს და ვნახოთ, ხო, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ურთიერთობაზე. გავაკეთოთ ორი ვარიანტი, რომ უფრო კარგად ამოვირჩიოთ და მოდით გავაკეთოთ ესეთი ბიჭი და იყოს ესეთი ქალბატონი. ქალბატონი ზოგოსთან ერთად. მოკლედ, პირველი ვარიანტი იქნება ეს, მეორე ვარიანტი ეს ფიგურა და ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენზე. თქვენზე კი არა, თქვენთან ურთიერთობაზე, ხო? თქვენს ურთიერთობაზე. იმედი აირჩიეთ ვარიანტი, მანამდე შეგახსენოთ, რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მოვწეროთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე, რომელსაც მივუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. გეტყვით, რომ რატომღაც ესეთი აქციების მდგომარეობა ყოველთვის უფრო მოსწონთ ადამიანებს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია და ძალიან ესეთი კარგია, როდესაც საშუალება არ არის, რომ რა თქმა უნდა გადავიხადოთ რაღაცა ცოტა ესეთი თანხები. ამიტომ ვფიქრობ, რომ გავაკეთო ესეთი თან ისე რომ ვთქვათ, მაისი ჩემი თვია და ძალიან მიყვარს და მოდით ისე გავაკეთოთ 21, 22 და 23 მაისს იქნება ფასდაკლება სრულ დიაგნოსტიკაზე და ღირებულება იქნება სრული დიაგნოსტიკის 50 ლარი. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ადამიანს ვერ ვიღებ ფიზიკურად, დრო ცოტა ესეთი მომენტია, ამიტომ წინასწარ ჩაწერა საჭირო. მოკლედ, იმედია ვიფიქრეთ, რომელი ვარიანტი, მე მეორე ვარიანტს გადავდებ. პირველ ვარიანტი, ვინც ეს მააწვილი აირჩია, მე ესე ხوارდავდო უფრო ხوار ჩანს. მოდი ესე იყოს, ვინც ეს მააწვილი აირჩია. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე ადამიანი. ნახოთ, ჯერ რა ურთიერთობა მოვიდა სასაუბროდ, ანუ ამ ეტაპზე რა ურთიერთობაში ხართ. ვიტყოდი იმას, რომ აქ არის სიტუაცია, როდესაც რაღაც შეიძლება, კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ, შესაძლებელია რაღაცა ადამიანი ვერ ხედავს წინ განვითარების საშუალებას ურთიერთობაში და რაღაცა სირთულეს წარმოადგენს, ხო? არის ესეთი მომენტები, შეიძლება მივედით რაღაც სიყვარულის რაღაცა ეტაპამდე, მაგრამ იმის იქე ცოტა რთულია, ცოტა მძიმეა, ცოტა ძნელია. არის აშკარად აქ სირთულეები, არის აქ აშკარად პრობლემები ურთიერთობაში, მაგრამ ემოციები მაინც არის. ნახეთ, სულ რომ აქ ურთიერთობაზე ვთქვა, რომ ურთიერთობა არის დასრულებული და დაშლილი, მეორე მხრივ არის როგორი მომენტი, ემოცია ნამდვილად არის, თქვენს მხრიდანაც და მისი მხრიდანაც, მაგრამ ურთიერთობაში არის ძალიან ცივი პრობლემური სიტუაციები და შესაძლებელია, რაღაცა ნაწილთან უკვე მივიდა ის გადაწყვეტილება, რომ უნდა დავიშალოთ, რაღაცა ნაწილთან არის ის სიტუაცია, რომ დაშლის პირად გავართ, ხო, რაღაცა არასასიამოვნო მომენტები. კარგი, რას ფიქრობს პარტნიორი თქვენთან ურთიერთობაზე? რას ფიქრობს? ფიქრში ნამდვილად არის ეს ადამიანი დასული, მაგრამ რო გითხრათ, რომ ადამიანი რაღაცა შანსს ხედავს, რაღაცას აქცევს ყურადღება, შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტში ვერც კი ამჩნევდა ეს, როგორ შეიძლება ურთიერთობის გაგრძელება, როგორ შეიძლება რაღაცების დალაგება, ხო, იმ ბარიერების გადალახვა, რაც გაქვთ, იმიტომ რომ აქ ადამიანი არის არჩევანის წინაშე. მოდით ესე ვთქვათ, არც შესაძლებელია აქ ირჩევს ქალბატონს, ხო, აქ არის არჩევანის წინაშე, როდესაც შეიძლება მის ცხოვრებაში არის ორი ქალბატონი. ხა ნახეთ როგორი მომენტია. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აქ პარტნიორი მხოლოდ მე ვარ, სხვა არავინ,
მაგრამ მოდით ესე გეტყვით, კი ბატონო, შესაძლებელია რომ მხოლოდ თქვენ ხართ, მხოლოდ თქვენ ხართ პარტნიორი, მაგრამ ადამიანს ჰქონდეს არჩევანი, მოდით თუნდაც მის ოჯახთან მიმართებაში, არჩევანი, სამსახურთან მიმართებაში, ხო, ეს მომენტიც არის, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ შესაძლებელია პარტნიორი იყოს დაოჯახებული. იმიტომ რომ აქ ცოტა ესეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი როგორი მომენტია, იცით, ირჩევს პარტნიორ, ანუ სტაბილურ პარტნიორს, სტაბილურ ურთიერთობას, მაგრამ ამავდროულად, მოდით ესე ვთქვათ, თქვენი გაშვებაც ნამდვილად არ უნდა. აქ რას ფიქრობს ადამიანი? ფიქრობს იმას, რომ მას შეუძლია, რომ მოახერხოს და შეძლოს თქვენზე, манипуляტორული ქმედებების გატარება, რომელიც მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ქვია ორ სკამის მადევარი ადამიანი, ხო? ანუ ორ სიტუაციაში იქნება მშვიდად. როგორ ხედავს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობას? იცით როგორი მომენტია? მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ ემოციური მდგომარეობა. ვერ ვიტყვი, რომ არა აქვს თქვენს მიმართ რაღაცა ემოცია, რაღაცა სურვილი ურთიერთობის, ან რაღაც პრობლემა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ აქ სიტუაცია არის უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უბრალოდ ადამიანმა შეიძლება არ იცის, ნახეთ, არის ის მომენტი, ახლა როცა ოფიციალური მეუღლე ყავს, შესაბამისად ცოტა რთულია, ხო, აქ ნაბიჯების გაკეთება და რაღაცნაირად ესე ვთქვათ, სიტუაციის გადაყვანა მეორე ურთიერთობაში, ხო? იცით როგორი მომენტი არის, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაში? მე ვიტყვი იმას, რომ არ იცის რეალურად ვერ ხედავს რაღაცა მომენტში გამოსავალს, ხვდება რომ არჩევანის წინაშეა. მეორეს მხრივ გეტყვით, რომ თქვენ მისთვის ძალიან ისეთი საინტერესო ადამიანი ხართ, საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ ისეთი დამჯდარი, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულდასაწყვეტია თქვენთვის, თქვა თუ ურთიერთობა დაიშლება, ან თუ უკვე დაიშალა, გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ თქვენ არ ხართ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც რაღაცა სცენებს გამართავს, მე ესე ვიტყოდი, რას ფიქრობს, რომ ურთიერთობაში ეს ადამიანი იღებდა ძალიან დიდ ემოციას და ძალიან დიდ სიამოვნებას, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა პრობლემებიც არსებობს აქ, ხო? რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე? ცოტა ეგოისტია ადამიანი, ცოტა იცით როგორი მომენტია, რას ფიქრობს იმას, რომ ან ნახეთ, გაშვება არ უნდა, შეიძლება წავიდა, მაგრამ თლაც წასვლაც არ უნდა, მაგრამ ვერც სათავისად მოიტრიალა სიტუაცია, მე ესე ვიტყოდი. აქ არის სამკუთხედი სიტუაცია, აქ ხედავს იმას, რომ მესამე პირების მდგომარეობა ცოტა ესეთი მომენტია. ხედავს, რომ სამკუთხედშია, ხედავს, რომ არჩევანი გასაკეთებელი აქვს, ხედავს, რომ აუცილებლად უნდა დაალაგოს რაღაც თავისი ქმედებებით, ან ერთი სიტუაცია უნდა ამოერჩიოს, ან მეორე სიტუაცია, ხო? აი ეს მომენტია და მიუხედავად ყველაფრისა, რომ არჩევანის წინაშე დგას და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი განცდის მდგომარეობა, რომ ცოტა რთულია ამ ადამიანის ესე არჩევანის გაკეთება, რადგან ორივე სიტუაცია შეიძლება მისთვის ხელმისაღებია, ანუ ხელს მისთვის ძალიან კარგია, ხო? ანუ არიან ესეთი კატეგორია ადამიანების, აქ ადამიანი მაინც თვლის, რომ რაღაცა ემოციები აკავშირებს თქვენთან და არის სასიამოვნო თქვენთან ურთიერთობა. ესე ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე ეს ადამიანი, ესე ვთქვათ, ხვდებით. თქვენ რას გირჩევთ სამყაროება ერთი არკანით? თქვენ გირჩევთ აქტიურობას, თქვენ გირჩევთ წინსვლას, თქვენ გირჩევთ ახალ წამოწყებას ცხოვრებაში, ახალ ურთიერთობას და იმ მდგომარეობას, როდესაც შეიძლება ითქვას ადამიანისთვის რთულია დატოვება, არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ შეიძლება ითქვას, რომ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ხართ ისეთი
შეიძლება ტიპაჟურად ხო, ანუ ხასიათებით ისეთი რაღაცა გაშლილი, გახსნილი და მარტივი იქნება თქვენთვის ახალი ურთიერთობის დაწყებას, თუ ამას თქვენ მოინდომებთ, ხო? ნუ ახლა თუ ამ ადამიანთან გინდათ კონკრეტულად ყოფნა, ნუ აქ უკვე შეგიძლიათ რაღაცა უბრალოდ ახალი ელფერი მისცეთ ურთიერთობას, მაგრამ ნუ გაყვეთ ამ ადამიანის რაღაცა სურვილს, ხო, რაღაც ისე რა ვთქვათ და მიიღოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის. მოკლედ აი ესე გამოვიდა პირველი ვარიანტი, რას ფიქრობთ თქვენ ურთიერთობაზე, მარცხენა წინაშე დგას რადგანაც. და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც ერჩია. ისეთი ქალბატონი. ვნახოთ. თქვენ შემთხვევაში რა სიტუაცია, რა ურთიერთობა? რა ურთიერთობა, რაღაც ერთი მომენტი სიტუაციების დასრულდა და ვართ რაღაცა მოლოდინის რეჟიმში. აქ არის ემოციები. ესე იგი, აქ როგორი სიტუაცია, ამოდით ესე ვთქვათ, აქ არის ურთიერთობა, აქ არ არის დაშლილი ურთიერთობა. ნახეთ, პირველ ვარიანტში შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაში ისეთი კრიზისი იყო, რომ შესაძლებელი დაშლილიც ყოფილიყო, ხო, ვიღაცებისთვის, ვიღაცები უკვე დაშლის პირას. აქ არ არის დაშლის პირას არც ურთიერთობა და არც დაშლილი ურთიერთობა არ არის, აქ არის უბრალოდ ურთიერთობა, სადაც ამოვწურეთ რაღაც კონკრეტული ციკლი და ეხლა ველოდებით რას ვიზავთ, ხო? როგორ განვითარდება სიტუაცია, როგორ წავა მდგომარეობა, აქ არის ემოციები, აქ არის რაღაც ისეთი გზნობების მომენტი, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში, აი კარგი, ჩავდეთ ეს რესურსი, ერთმანეთს გავიცანით, შევიყვარეთ, რაღაცა გადავედით რაღაც სხვა სტადიაში უნდა გადავიდეთ, ხო, სხვა საფეხურზე უნდა ავიდეს ურთიერთობა, მაგრამ აქ არ არის ეს მდგომარეობა, თითქოს როგორი მომენტია, იცით, აი ადამიანები როდესაც ვერ ხვდებიან, სად მიდის ურთიერთობა, ხო? ანუ საბოლოო ჯამის ბოლო პიკი რა არის ამ ურთიერთობის, არ ვიცით. მარადმწვანე მოწაფესავით ხო არ იქნებით, ხო? მარადმწვანე შეყვარებულები, სადაც არ აქვს არანაირი დასასრული, ხო? რაღაცა დასასრული ახლა სიყვარულს არც უნდა გქონდეს, რატო შეიძლება რომ იყო მეუღლე, მაგრამ სიყვარული მაინც გრძელდება, ხო? ანუ ეს არსად არ იკარგება, უბრალოდ სხვადასხვა ვალდებულებების მომენტი გემატება, მეტი არაფერი არ არის ისეთი განსხვავებული, ხო? აი აქ ეს მომენტი ახლა სულ სადღაცა ყავადავლიეთ, სულ სადღაცა წავედით, გავისერინეთ, კინოში ვიყავით, თეატრში ვიყავით, ეს რეჟიმი, უბრალოდ რა ვიცი, ახლა სულ ყოველდღე იყოს ნამდვილად მოსაბეზრებელია, ხო? ასე რომ აი აქ ეს სიტუაცია არის, ურთიერთობა არის, უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში რა გადაწყვეტილებას მივიღეთ, მაგრამ თან ცოტა სკეპტიკურად ხართ განწყობილი, რომ რამეს გადაწყვეტავს ეს ადამიანი, ხო, ძალიან ფრთხილი და ძალიან ნელია. მოდით ნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაზე. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობაზე? რა კარგია ყველაფერი, რა ბედნიერება, რა სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა, ყველაფერი ისეთი მსუბუქი არის, მარტივი არის, თავისუფალი არის, ხო, ანუ ძალიან დიდ ემოციას და სიამოვნებას გრძნობთ ურთიერთობიდან და მაგრამ გვაქვს სირთულეები, ხო? ანუ აქ შესაძლებელია ადამიანს ქონდეს სირთულეები მატერიალური კუთხით, შეიძლება ქონდეს სირთულეები რაღაცა სულიერი მდგომარეობით, აი არ ვიცი, ერთი და იგივე სიტუაცია ტრიალებს ყველგან. აქაც როგორი მომენტია, ცით შესაძლებელია აქ რეალურად მატერიალური მომენტი ქონდეს ადამიანს და ვერ ხედავდეს სიტუაციას როგორ უნდა დაალაგოს, ხო? ნახეთ, რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, ძალიან მოსწონს მას თქვენთან ურთიერთობა, ძალიან კარგად გზნობს თავს ურთიერთობაში. ეს არის ურთიერთობა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა ასპექტში მოდით ესე ვთქვათ, ხართ კარგად დალაგებულები, ხო? ანუ შეთავსება ძალიან დიდია, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში ვთქვათ, ხასიათებით,
ვიზუალურად, რაღაც ემოციურად, ხო, ანუ არის ესეთი მომენტი, როდესაც აი ვეძახით ხოლმე ზუსტად ამას, შენი ადამიანი, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. თქვენც მისი ადამიანი ხართ, ისიც არის თქვენი ადამიანი, მაგრამ ნუ აქ ადამიანს აქვს რაღაცა კრიზისული მომენტი. შესაძლებელია უბრალოდ ადამიანი ჯერ არ იყოს მზად იმასთან მიმართებაში, რომ ურთიერთობა უნდოდეს. ანუ უნდოდეს როგორ ვთქვათ, ოფიციალური ფორმით იყოს უნდოდეს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე იყოს რაღაცა ესეთი ცოტა ემოციურ მდგომარეობაში. რას ფიქრობთ თქვენზე? რომ თქვენ ხართ ძალიან სტაბილური, თქვენ ხართ უფრო მეტად მყარად გახართ მიწაზე, ნუ აქ მე რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აქ უფრო თვლის იმას, რომ თქვენ ბევრად უფრო რესურსული ხართ და ბევრად უფრო შეგიძლიათ ბევრი რამის გაკეთება, მატერიალურადაც თქვენ უფრო მყარად გახართ ფეხზე, ვიდრე ეს ადამიანი შეიძლება ეს მომენტიც იყოს. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ უფრო გაქვთ იმისი გაანალიზება და გააზრება პასუხისმგებლობების აღება თუ ავიღებ პასუხისმგებლობები ამას ბოლომდე მივიყვან და აუცილებლად ბოლომდე ვეცდები რომ სწორი გზით და სწორი მიმართულებით ვიმოქმედო, აი აქ ეს მომენტი არის. რას ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე? ესეთ რა არის ნახეთ, მე არ ვიცი, შეიძლება ითქვას რომ რაღაც მომენტში ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც წარსულის მდგომარეობა არ გაქვთ დაკეტილი. არ ვიცი რატო ფიქრობს ამას, მაგრამ ნუ კარგად ყველამ თქვენი სიტუაცია იცით, ხო? ფიქრობს იმას, რომ შესაძლებელია ერთ დღეს უბრალოდ მოგბეზდეთ ეს ადამიანი, რატომღაც ესეთი მომენტი არის, მოგბეზდეთ ეს ადამიანი და უბრალოდ თქვენ გზას გაუყვეთ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ნუ ამ ადამიანის ნახეთ, ხო, აი ზუსტად ეს მომენტი ადამიანის ჩამოუყალიბებლობის მდგომარეობა, რომ არც იქეთ ვარ, არც აქეთ ვარ, ვერც ნაბიჯ ვდგავ და ვერც მივდივარ ურთიერთობიდან, მაგრამ ნუ აქ წასვლა არც არავის არ უნდა, უბრალოდ არის ის მომენტი, როდესაც ურთიერთობა უნდა გადავიდეს სხვა საფეხურზე, სხვა ამოიწურა ყველაფერი, ხო, პასუხისმგებლობები უნდა ავიღოთ. აქ ადამიანი ფიქრობს იმას ურთიერთობაზე, რომ კი ძალიან კარგია, კი მშვენიერია ყველაფერი, კი ბატონო, გასაგებია, რომ თქვენ უფრო მეტად რესურსული ხართ და თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია აქ იყოს ის მომენტიც, როდესაც ადამიანს პასუხისმგებლობები აქვს, ხო, თქვა შვილები ყავს და მსგავსი მომენტებიც იყოს, უბრალოდ საჯაროა და ხა ესე ვერ ჩავშლი ყველა შემთხვევა რა შეიძლება იყოს და ადამიანი არის მატერიალურად არც ისეთი მყარად, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენი შვილებზეც ხავთ, თქვა პირობითად ესე რომ აღვიქვათ და აღვიქვავს იმას, რომ თქვენ ბევრად უფრო მეტი შემოსავალი გაქვთ და ბევრად უფრო მეტად შეგიძლიათ რეალიზება და შეიძლება ერთ დღესაც უბრალოდ ადამიანის ასე ვთქვათ ჩამოუყალიბებლობა მოგბეზდეთ და წახვიდეთ ურთიერთობიდან, ხო, რატომღაც ეს მომენტი აქვს, რას ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე? იმ მომენტს ნამდვილად ფიქრობს, რომ აქ ურთიერთობაში ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტად, ესე ვთქვათ, დაოჯახების კუთხით. ფიქრობს ეს ადამიანი როგორც ასეთი სერიოზულ ურთიერთობაზე, აშკარად აქვს ეს მომენტი, მაგრამ უბრალოდ როგორი მომენტია, იცით, აი სურვილიც აქვს, ვერ ვიტყვი რომ არ აქვს, აქვს იმისი მომენტიც, რომ იცის, რომ ნამდვილად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა შეჯამება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის და ერთადერთი რაც არის, ის არის, რომ აქ აშკარად ადამიანი რატომღაც ფიქრობს, აი ესე მომდის ეს მდგომარეობა, რა თითქოს ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ რაღაცა შეიძლება წარსულში არ გაქვთ ჩახურული და რაღაც მომენტში ეშინია კიდევაც, აი ხო არის, როცა იცი ვისთან გაქვს, ვინ არის შენი კონკურენტი, აქ ძალიან მარტივია ბრძოლა, ხო? ანუ იცი კონკურენტი ვინ არის და შესაბამისად აკეთებ, რასაც ის გააკეთებს, 10 იმდეს გააკეთებ, ან რაღაცა ისეთ, რომ ვთქვათ, აჯობო. მაგრამ აქ თითქოს რაღაცა ადამიანს აქვს ეს მომენტი, რომ კონკურენტი არსებობს. არ ვიცი რატომ მომდის ეს ვისთვის არის კონკრეტულად, მაგრამ აქ თითქოს ფიქრობს ადამიანი, რომ აქ არის კონკურენტის მდგომარეობა და შეიძლება მან ვერ გაუძლოს
ვთქვათ, ემოციურად და მატერიალურად აი ამ კონკურენციას, ოღონდ რომელ კონკურენციას არც იცის და ყველაფერი დარჩეს უკან, ხო? აი რაღაც ეს მომენტი აქვს აქ ადამიანს. და მოდით ერთი არკანით, რას გირჩევთ თქვენ? თქვენს ნახოთ, რას გირჩევთ თქვენ? ну თქვენ იმპერატრიცა ხართ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი ძალოს, ну თუ გსურთ ბოლომდე მიყვეთ ამ ურთიერთობას, თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, რაც თქვენ გინდათ და მიყევით ამ ურთიერთობას. თუ ესეთი მომენტია, რომ ადამიანი ვერ იღებს და კიდე დროის ფაქტორი თქვენთვის მიუღებელია, აქ ამ შემთხვევაშიც მე ვიტყოდი, რომ შეგიძლიათ რომ მოატრიალოთ სიტუაცია ისე, როგორც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ ადამიანს თქვენი დაკარგვა ნამდვილად არ უნდა აქ. იმდენად კარგად გრძნობს თავს, იმდენად მშვიდად გრძნობს თავს, მე ესე ვიტყოდი. ამიტომ შეიძლება ითქვას, თქვენ სამყაროს წულად ხედავთ და არ ვიცი, ხა აქ უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში თქვენს ინტუიციას ნამდვილად უნდა ენდოთ, ხო? როგორ უნდა იმოქმედოთ ამ ურთიერთობაში, დრო მისცეთ კიდე თუ უბრალოდ მოსთხოვოთ უკვე, რომ აბა ეხლა დაალაგე სიტუაცია, როგორც გინდა ისე და ვთქვათ და ყველაფერი გარკვევადი იყოს, გარკვეული იყოს ხო ამ ურთიერთობაში, ეს თქვენ შეგიძლიათ. ანუ აქ თქვენი როლი დიდია ამ ურთიერთობაში. მე ესე ვიტყოდი, შეიძლება ურთიერთობა, მე არ ვიცახი იმას, რომ ეს ადამიანი თქვენ არ პატივს არ გცემთ ან რაღაცას არ ცდილობს თქვენთვის, მაგრამ აქ ურთიერთობა მაინც თქვენს დგას, იმიტომ რომ აქ ინიციატორი ესე ვთქვათ, წინსვლის ინიციატორი ურთიერთობის, ვთქვათ, თუნდაც სადღაც წავიდეთ, თუნდაც რაღაცა გავაკეთოთ ერთად, აქ ხართ თქვენ. ამიტომ ეს ადამიანი თქვენზე ძალიან დამოკიდებულია, ესე ვთქვათ, ხო? აი თქვენ როგორ მოიქცევით, ამაზე არის დამოკიდებული. ამიტომ აქ შეგიძლიათ თქვენ მართოთ ეს სიტუაცია, უბრალოდ ну გექნებათ ის მომენტი, რომ ვთქვათ, ახლა რო გაქვთ ის განცდა, რომ შეიძლება რაღაცა არ გამოდის და ვთქვათ, არ მიიღებს, ან არ მიიღებს ეს ადამიანი გადაწყვეტილებას, ну შეგიძლიათ რომ მოატრიალოთ, როგორც თქვენ გინდათ ისე. მოგეთ, აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გასვლა, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი ურთიერთობასთან მიმართებაში. მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, წარმატებას ითხოვთ თქვენთაგანს და უსაზღრო სიყვარულს. დროებით.